მზადე. წავიდე. რატო პრაიმი? იმიტომ რომ პირველ რიგში არის პროფესიონალები, აქვს დიდი გამოცდილება. მე თვითონ დავყვებოდი ჩემს შვილს ყველა რეპეტიციაზე და ვხედავდი თუ როგორ ავარჯიშებდნენ, თუ როგორ ზრუნავდნენ. მიყვანა არ არის თავარი ბავშვის, თავარი არის ბავშვი როგორ განვითარდება. და ეს იყო ჩემი მიზნობრიობა, რადგან დღეს ყველას მოგეხსენებათ, არ არის მარტო ის, რომ ბავშვსადმე ატარო, ბავშვსადმე მიიყვანო, თავარია შედეგი, ამის შემდეგ შედეგი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ბავშვი მიიყვანოთ და რაღაც კონკრეტული მიმართულებით, თუმცა მაგრამ აუცილებლად პედაგოგები აღმოაჩენენ მასში კონკრეტულ მიზნობრიობას, რაც უფრო მეტად გამოსდით. ჩვენც ესე დავიწყეთ, მივედით სამოდელოთი, რა თქმა უნდა, სამოდელო მიმართულებით მარკულ მეტრევთან, პედაგოგებთან ერთად მოხდა, რომ შეირჩა ერთ-ერთი ასე ვთქვათ ანასტასია სამოდელო მიმართულებით, მაგრამ ასევე მოხდა ის, რომ მაშინ აღმოვაჩინეთ კიდევ რომ სამსახიობო ნიჭიც გონია. და ნუ ეს ჩემთვის იყო სიურპრიზი, სულ რაღაც 4 თვე ნახევრის მისული ბავშვი, რომელიც მეტად, რა თქმა უნდა, ეს мотиваციაცაა ნებისმიერი ბავშვისთვის, რადგან როცა მუშაობ, არ ხარ მარტო, არ არის კომპანია მარტო რომ ლოკალურად იყოს განვითარებული, იმიტომაც მოხდა ასევე დუბაიში იყო წასული საერთაშორისო ფორუმზე და ეს მისთვის იყო ძალიან დიდი მუხტი იმისა, რომ რავი, სულ შეიცვალა, სულ ოცნებობს ბევრ რამეზე, მოკლედ, რომ კიდე გავიდეს, კიდე მეტი ნახოს, კიდე მეტი იმუშაოს თავის თავზე. რა მოლოდინები გაქვს? ჩემი ემოციები არის ძალიან, ამ შემთხვევაში ძალიან ნერვიულობ. მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ყველა მოდელი ძალიან კარგად გავართმევს თავს. დადებითი შეფასება ყველა შეუძლებს, თუმცა ვიტყვი რომ პროფესიონალიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ვიტყვი რომ თვითონ პედაგოგები, მარკოს მეტრეველი, რომელიც მისი უშუალო ხელმძღვანელია, ძალიან დიდ შრომას დებს და ჩვენ ამ ყველაფერს ხედავთ. ეს არის ის პატარა მონახაზი, რაც შემიძლია თქვა პრაიმზე, რადგან მე თვითონ უყურებ ამ ყველაფერს და ჩვენ მაყოფილები ვართ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ მაყოფილები ვართ და ბავშვიც ვითარდება. მადლობა ამისთვის პრაიმს და უსურვებ ყველას მივიდეს პრაიმში. მოგესალმებით, მე ვარ ბარბარე დანელია, პრაიმ TV-ის ჟურნალისტი. ბარბარე მოვიდა შარშან პრაიმში და მოვიყვანეთ, მოიწონა, უნდა და როგორც სამოდელო კუთხით მიიღო მონაწილეობა და ჩაირიცხა სამოდელოზე. პარალელურ რეჟიმში თვალს ადევნებდა ტელეჟურნალისტიკის კურსებს და დაინტერესდა ამითაც და აღმოჩნდა, რომ 2 თვეში უკვე მოუნდა რომ ყოფილიყო ტელეჟურნალისტიკაზე, არა სამოდელოზე. ჩვენს ხელბურთელებს ჭადრაკის დედოფალი გულშემატკივრავს, მოგესალმებით. როგორ შეაფასებდით პირველ ტაიმს და რა მოლოდინები გაქვთ? მოლოდინი მაქვს რომ მოვიდებთ, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის, რა თქმა უნდა. ძალიან სიამოვნებს რომ დარბაზი გაივსო. თუმცა იმ მონადროის მონაკვეთში, რა მონაკვეთის ბარბარენ სამოდელოზე იარა, მოასწრო ერთი კარგი ჩვენებაც და გასვლა ჩვენებაზეც, იყო ძალიან მართლმადიდებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ბარბის ოცნება იყო აუცილებლად გასულიყო ერთ-ერთ სამოდელო ჩვენებაზე და ეს ოცნება აღარ პირველად. ამავე დროს განვითარდა ისე მოვლენები, რომ გადაიღეს ერთი ფილმით, მალევე დააყოლეთ 2 თვეში. ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ იყო რაღაც ისეთი მარტივი ამბავი, ეს იყო ძალიან ძლიერი შრომის შედეგი და რა თქმა უნდა ხაზი იყო გასმული ბავშვის მონაცემების თავისთავად. ჩემთვის რაც როგორც მშობლისთვის რამაც გამაოცა ამ სტუდიაში და ამ სექციაში არის ის, რომ უმოკლეს დროში ხდება ბავშვების უნარჩვევების აღმოჩენა, მათზე ამ კუთხით მუშაობა, იმ კუთხით, რა კუთხითაც აქვს ამ ბავშვებს მონაცემები. შესაბამისად ეს შეიძლება იმის საშუალებას, რომ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი კურსები არის და შესაბამისად აქედან გამომდინარე, სადაც უკეთესად გრძნობს ბავშვი თავს და სადაც უკეთესად გამოდის, იქ აგრძელებს ხოლმე თავის საქმიანობას. ჩემთვის გასავაცარი იყო ის, რომ მალევე მიიღო ფილმშიც მონაწილეობა. ეს არ ყოფილა დროში გაწელილი, როგორც ხდება ხოლმე სტანდარტულად ჩვენ რამდენიმე სტუდიაში ხონდა გამოცდილება სტუდიაში და თითქმის ერთ წრეზე დავდიოდით მთელი წელი,
ზოგჯერ 2 წელიც კი, მაგრამ აქ ესე არ არის. მალევე იწყება ბავშვებზე ორიენტირებულად მუშაობა იმ კუთხით, რა კუთხით ბავშვს აქვს ამასთათვის ნიჭი. ამავე დროს დიდი სიამაყედ მინდა ვთქვა, რომ ბარბარე უკვე გადის სტაჟირებას ამ სტუდიაში და ის მალე შეუერთდება ამ გუნდს როგორც თანამშრომელი და მე ვიტყოდი, რომ პრაიმი არის საუკეთესო სტარტი ჩვენი შვილების მომავალზე. ჩარჩან ზაფხულს ნატალი გაიარა კასტინგი, თვითონ იყო ინტერნეტში და საერთოდ დამოუკიდებელი გოგო არის და თვითონ ნახა ინტერნეტში გაიარა კასტინგი და მოხვდით თურქეთში კინოს გადაღება. შენ არ გადაეღო, ხო იცი ვერ იღებ. აუთროს და კინით რა, გოგოებმა დადეს უკვე. ხო, აი დავალარი, მოდი. არ იცი შენ რა, ფილმს ვერ ადებ, რამდენჯერ გააფუჭეს თორე. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა ეს პროცესი, მე და ჩემი პროფესიული გავყევით კიდევ გადაღებაზე. ნატალიმ ბევრი მეგობრები შეიძინა. ამის შემდეგ გადაწყვიტა დაეკავშირებინა თავისი მომავალი პრაიმ ტივისთან. ძალიან მეგობრული გარემო არის, თვითონ ძალიან ყოფილია მოწონს სიამოვნებით დადის გაკვეთილებზე და გარდა თეორიული მასალისა, პრაქტიკული სხვადასხვა ღონისძიებებიც იმართება, რომელშიც იღებს მონაწილეობას. ახლა საუბარი რომ სერიალს გადაიღებდნენ, რომელშიც მიიღებდა მონაწილეობას. შემდეგ გაიარა კასტინგი და როგორც კი დაიწყება სერიალის გადაღება, მიიღებს მონაწილეობას. რა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ესეც მოხდება და ძალიან უნდა მსახიობობა და ჩვენს ხელს უწყობთ მაქსიმალურად. ჩვენთვის სიურპრიზი იყო, გავიგეთ ხელმძღვანელი პედაგოგებისგან, რომ გარდა მსახიობობისა, ნატალის რაღაცა გაუნარჩევები აქვს. რეჟისურად აინტერესებს თვითონაც და ამ კუთხით უწყობდა ხელს და რა ვიცი ჩვენც ყოფილიყო რაც მეტი დიაპაზონი ექნება აქ და რაც მეტი სწავლის მით უკეთესი არის ჩვენთვის და თავი თვითონ ნატალისთვის და მისი მომავლისთვის. შვილი დაახლოებით 1 თვე დადის ამ სტუდიაში. სიმართლე გითხრათ, იმიტომ მივანიჭეთ ამ სტუდიას უპირატესობას სხვა სტუდიებთან შედარებით, რომ არიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, როგორიც არის ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე, მანანე ცაბაძე, ნატაშა ილკაშვილი, მარკუს პეტრეველი. მიუხედავად ამ მცირე დროის მეცადინეობისა, ჩემი შვილი მეტად მიზანდასახული, ლაღი, თამამი და კომუნიკაბელური გახდა. პრაიმ ტივში დაგეგმილია უამრავი პროექტები. მე მჯერა, რომ ჩემი შვილი მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტებში, გამოავლენს თავის შესაძლებლობებს და უნარებს და წარმატებასაც მიაღწევს.